შემოწმება ნატახტარში კომპანიაში დღეს გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ. ჩატარდა კვლევა, რომელიც დაადგენს, ჩაედინება თუ არა მდინარე ნარეკვალაში ჯანმრთელობისთვის საშიში საწარმოო ნარჩენები. თუ პასუხი დადებით იქნება ნატახტარსა და მასთან ერთად ბარამბოს შესაძლოა სოლიდური ჯარიმა დააკისრონ. კომპანიებში ბოლო მონიტორინგის ჩატარება ადგილობრივების პროტესტის შემდეგ გადაწყდა. ბარამბოს ჩამდინარე წყლის გამწვევი ნაგებობიდან გამოსვლის შემდეგ, ანუ ჩაშვების წერტილში ზედაპირული წყლის ობიექტში. გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექტორებმა მდინარე ნარეკვალაში ჩამდინარე წყლის სინჯაბი დილიდან აიღეს. კომპანია ბარამბო და ნატახტარი ამ მილებში სწორედ მათი საწარმო ნარჩენები მიედინება. სამინისტრომ შემოწმება ადგილობრივების საჩივრის საფუძველზე დაიწყო. ისინი მდინარის დაბინძურებაზე საუბრობენ. სამინისტრომ გადაწყვიტა შეემოწმებინა ის ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ მდინარე ნარეკვავში და მის შემავალ არხში წყალჩაშვებას. ამჟამად დღეს მოხდა შპს ბარამბოს და სააქციო საზოგადოება ლომისის კუთვნილ უთსახარშიდან ჩამავალი ჩამდინარე წყლების სინჯების აღება. აი, ჩვეულებრივია, უფრო ისეთი ფერია, ვიდრე შრედება მომენტალურად აღებისთან. ახლა სპეციალისტები კომპანია ნატახტარიდან ჩამდინარე წყალს ამოწმებენ. მეცხრე არხს დღეს ბარამბოსა და ნატახტარის წარმომადგენლებმა ჩამდინარე წყლის დამამუშავებელი მოწყობილობები დაათვალიერებინეს. ავტომატურად არის მოწყობილი, იღებს იმ პორციას, რაც უნდა ეკუთვნის შეივსოს, გადის პროცედურა სამგაწმენდის, დალექვის და შემდგომ უკვე გაწმენდილი იმ ნორმებში, რაც უნდა ჯდებოდეს და არის მოთხოვნა, უნდა ტუმბომ ავტომატურად ჩართოს და გადავაროს, ჩავაროს უკვე და დაივაროს გაუნებელყოფილი ეს ნარჩენი წყალი. მარტო დანადგარი და მოწყობილობა არის მთელი სისტემა არის, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა აუზების ერთობლიობა, სადაც ანაერობული და აერობული პირობების ქვეშ მიმდინარეობს ჩამდინარე წყლების დამუშავება. აქ გაერთიანებულია ამ წყლის მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური დამუშავების სისტემები. და საბოლოოდ მხოლოდ გასუფთავებული და გარემო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი წყალი მიედინება ჩვენი მილებით მდინარისკენ. კომპანიებში ამბობენ, რომ მათი საწარმო ნარჩენები გარემოს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ადგილობრივი მოსახლეობა. 12 საათიდან დილის 5-6 საათამდე არის სუნი, გაუსაძლეს სუნი. რამოდენიმეჯერ განცხადება დავწერეთ, ხელი მოვაწერეთ მოსახლეობამ, ჩავიტანეთ გამგეობაში, არანაირი რეაქცია არ იყო. ალბათ ქარხნებიდან მოდის, რომ კარგი ხანია ეს შაშანსაკეთია თუ რაღაცა, ძალიან ისეთი სუნი არის, რომ უფრო საღამოთი გვიან. აი ვერ აღჩერდებით ხოლმე რა, ისეთი სუნია, რომ ანდა პატარა ბავშვის პატრონები ვართ სახში. გარემოს დაცვის სამინისტრომ ანალოგიური შემოწმება აღნიშნულ კომპანიებში ერთი თვის წინ ჩაატარა. მაშინ ზღვრულ ნორმებზე უმნიშვნელო გადაცდენები დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ეს საბოლოო დასკვნა არ არის, მას სამინისტრო კიდევ რამდენიმე პროცედურის შემდეგ გამოაქვეყნებს. დასაშვებ ნორმებზე გადაცილების შემთხვევაში კი კომპანიებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრებათ.